გამარჯობათ მეგობრებო. დღევანდელი ვიდეო იქნება პატარა ნავიგაცია ცხოვრებისეული რეალური სიტუაციების სამართავად, უშუალოდ სოციალური მედია მარკეტინგთან და კონტენტის შექმნასთან დაკავშირებით. სოციალურ მედიაში კონტენტის შექმნა ყოველთვის არ ხდება იდეალურ პირობებში. ხშირად სოციალურ ქსელებში აქტიურობა და კონტენტის შექმნა გვესაჭიროება მაშინ, როცა დრო ძალიან ცოტა გვაქვს, რაიმე ახლის მოსაფიქრებლად, გადაწყვეტილების მისაღებად და ამავდროულად დიდი შედეგების დასადებად. ზოგადად, სოციალურ მედია მარკეტინგში მუდმივი ცვლილებების ფონზე ჩვენ გვესაჭიროება ამ სწრაფ ტემპს ავუწყოთ ფეხი. შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს ახალი ტრენდი, კლიენტმა საკუთარი მოთხოვნების შეცვალოს ბოლო წუთებში, ან უბრალოდ შეიქმნას ისეთი სიტუაცია, როცა უმოკლეს დროში გიწევს მოახდინოს სწრაფი რეაგირება. ამ უკანასკნელს უფრო დეტალურად ცოტა მოგვიანებით შევეხებით. ამ შემთხვევაში ასევე ვისაუბრებთ თუ როგორ გამოვიყენოთ კანვა, როგორც არაუბრალოდ დიზაინის ინსტრუმენტი, არამედ როგორც სასწრაფო პრობლემის გადაჭრის ინსტრუმენტი. როცა მაქსიმუმ 30 წუთში გვიწევს შევქმნათ კონტენტი, რომელიც მკაფიოა, ბრენდთან შესაბამისობაში მოდის და რეალურად მუშაობს სოციალურ მედია მარკეტინგში. კანვას მეშვეობით ჩვენ არ ველოდებით შთაგონებას და არ ვიწყებთ სრულიად სარიელი ფურცლიდან. ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა ვიმუშაოთ სტრუქტურით, შაბლონებით და სწრაფი გადაწყვეტილებებით. თუ გსურს იცოდე, როგორ შექმნა კონტენტი სწრაფად, ხარისხისა და ეფექტურობის დაკარგვის გარეშე, დარჩი ამ ვიდეოს ბოლომდე. როდის ხდება საჭირო უმოკლეს დროში კონტენტის შექმნა? ხო ხშირად კონტენტი არ იქნება მშვიდ გარემოში და დიდი დროის მანძილზე დაგეგმარებით. რეალობაში სწრაფი კონტენტი ჩნდება საჭიროებიდან და ეს საჭიროება ყოველდღიურია. შეიძლება გქონდეს იდეალური კონტენტ გეგმა, მაგრამ სწრაფი ცვლილებების დროს შენ აღარ გაქვს საშუალება კონცენტრირდე მხოლოდ იდეალური დიზაინის შედგენაზე. შენი მთავარი ამოცანა ხდება, როგორ შექმნა სწორი, მკაფიო და შესაბამისობაში მოსული კონტენტი სწრაფად. კანვაც სწორედ ასეთი სიტუაციისთვისაა შექმნილი. პირველი შემთხვევა, როცა სწრაფად მოქმედება გვესაჭიროება მოიცავს აქტუალური მოვლენის გამოჩენას. ანუ, როცა არსებული ინფორმაცია დღესვე უნდა მოხდეს განხილვის საგანი სოციალურ მედიაში, რადგან აუდიტორიისგან მოდის მოთხოვნა გამოხმაურებისთვის. მეორე, ტრენდებისა და ვირუსული თემების გაჩენა. ტრენდი შენ არ დაგელოდება დღეები ფიქრო რა როგორ გააკეთო, რადგან აუდიტორია მალევე გადადის უკვე მომავალ ახალ ტრენდზე. კლიენტის სასწრაფო მოთხოვნა. საკუთარ გამოცდილებაში ნებისმიერი კრეატორი თუ სოციალური მედია მენეჯერი შეხვდება ისეთ სიტუაციას, როცა კლიენტისგან მოსდის აუცილებელი მოთხოვნა, რომ პოსტი დღესვე უნდა დაიდოს, რაც შეიძლება მალე. აქციები, ფასდაკლებები, მოულოდნელი ცვლილებები. ფასის ცვლილება, ახალი შეთავაზებები ან დროებითი აქციები შეიძლება მოულოდნელად გამოჩნდეს, ხანდახან კონკურენტისგანაც. ასევე უკვე ბევრი თქვენგანისთვის ცნობილია, რომ ბრენდს აქტუალობის შესანარჩუნებლად ესაჭიროება ხშირი ჩართულობა სტორების, ახალი ანონსებისა და აუდიტორიასთან უშუალო კომუნიკაციის სახით. რადგან ჩართულობაზე ვსაუბრობთ, შესაძლოა დამატებით მოულოდნელად მოგიწიოს ვიდეო ფირის შექმნა, ამ პოსტის დამზადება მაშინ, როდესაც აუდიტორიის დიდი ნაწილი რომელიმე კონკრეტულ შეკითხვას ხშირად გისვამს პროდუქტზე, სერვისზე ან ბრენდთან დაკავშირებით. ყველაზე რთულ შემთხვევაში კი, შესაძლოა მოგვიწიოს ნეგატიურ შეფასებაზეც სწრაფი საპასუხო რეაგირება, ისე რომ შენარჩუნდეს პროფესიონალიზმი და ხარისხიც. თანამშრომლობა, მონიშნები და გამოხმაურება მომხმარებლისგან, რომელიც მოითხოვს საპასუხო რეაქციას სწორი ვიზუალებითა და პროფესიონალური იმიჯის შენარჩუნებით. გუნდის შიდა საჭიროება. შეიძლება არა მხოლოდ გამოსაქვეყნებელ კონტენტთან ჰქონდეს მუშაობის აუცილებლობა, არამედ უშუალოდ გუნდში დაგჭირდეს სწრაფი პრეზენტაცია, შიდა ანონსი და ასე შემდეგ. ღონისძიებების მიმდინარეობა. როდესაც რაიმე ივენთი, ტრენინგი, ვორქშოპი და შეხვედრა მიმდინარეობს, ეს არ შეიძლება გამოგჩეს გაზიარების გარეშე. საჭიროა აუდიტორიას შეახსენო, რა პროცესს გადიხარ და რა ხდება შენ საქმიანობაში ახალი. ემოციური მომენტი ან ისეთი სიტუაცია, როცა გვიწევს არსებულ სიტუაციაში მოტივაცია მივცეთ სხვა ადამიანებს. შესაძლოა რამდენიმე წუთში დაგჭირდეს სწრაფი გამოცხადება ბრენდის დიდი შედეგების, გამარჯვებების ან მნიშვნელოვან ფაზაზე გადასვლის შესახებ. კონკურენტების აქტივობა. შესაძლოა კონკურენტმა მოულოდნელად ახალი პროდუქტი ან სერვისი გამოუშვას, საკმაოდ საინტერესო და ვირუსულ კონტენტ სტრატეგია შეიმუშაოს, ან მოულოდნელი აქცია წამოიწყოს. კრეატიულობის დაკარგვა დროის ზეწოლის ქვეშ. რა უნდა მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ იდეები არ გაიყინოს. როცა დრო ცოტაა, ტვინი გადადის თავდაცვით რეჟიმში. გამორჩეული იდეების მოფიქრება კი მაშინ წყდება, როცა ბევრი გადაწყვეტილებაა მისაღები მალევე. ამასთანავე, კარგი შედეგიც მნიშვნელოვანია. ამ შემთხვევაში საჭიროა სწორი სისტემის შემუშავება. თავდაპირველად სამუშაო პროცესის დაწყებამდე ყველაზე დიდი შეცდომა, რაც შეიძლება დაუშვათ, არის საკუთარი თავის დაშინება, რომ რაღაც შესაძლოა არ გამოვიდეს და ცუდი შედეგები მივიღოთ, ან არასწორი ფიქრი, რომ ახლავე რაღაც ძალიან განსხვავებული და ორიგინალური თავის უნდა მოგვაფიქრდეს.
რეალობაში კრეატიულობა კარგი გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას ნიშნავს. მოდით განვიხილოთ, რა გამოსავალი გვაქვს. პირველი, არ ფიქრობ ზედმეტს, გადაწყვეტილებას იღებ ფართო არჩევანის დაჩარჩოებით და შეზღუდვით. წინასწარ განსაზღვრე სამი მნიშვნელოვანი ფერი, 2 შრიფტი, რამდენიმე შაბლონის ვერსია. მეორე, როცა ზედმეტი ფიქრის დრო არ გაქვს, გამოიყენე ფორმულა. პრობლემა, სწორი მესიჯი, ვიზუალი. მესამე, დროის სიმცირის გამო იდეების უსასრულო ძიება კლავს კრეატიულ პროცესს. ყოველთვის მოიფიქრე მხოლოდ 3 იდეა და არ იყო კონცენტრირებული იდეალურობაზე. მესამე იდეა თითქმის ყოველთვის უკეთესია პირველზე. მეოთხე, გამოიყენე ის შაბლონი, რომელიც ბრენდს აქამდე ჰქონდა გამოყენებული. უბრალოდ შეუცვალე პატარა აქცენტირებული ელემენტები და მთავარი მესიჯი. მეხუთე, მცირედი კრეატიულობა. დროსთან მიმართებაში არ ელოდო ზედმეტად გასაოცარ ვიზუალურ ეფექტს. ეძებე ერთი კარგი სათაური, პატარა ვიზუალური აქცენტი, შესაძლოა სტიკერის ან აიკონის სახით და მკაფიო CTA. მეექვსე, დროის ბლოკებად დაყოფა. არ თქვა მარტო 30 წუთი მაქვს სამუშაოს შესასრულებლად. დაანაწილე გონებაში. 5 წუთი იდეისთვის, 10 წუთი ვიზუალის ასაწყობად, 5 წუთი სწორი ტექსტის შესარშევად, 5 წუთი შემოწმებისთვის და ექსპორტისთვის. სტრუქტურა ამცირებს შფოთვას. მეშვიდე, არ დასვა შეკითხვა, რამდენად იდეალურია. იკითხე, ასრულებს თუ არა ეს მიზანს. რახან ჩვენ უკვე გათვითცნობიერებულნი ვართ, რომ სოციალური მედია მარკეტინგის საქმიანობაში შესაძლოა შეგვხვდეს მსგავსი გამოწვევები, მოდით ვისაუბროთ საუკეთესო პრაქტიკებზე, რომელიც დაგვეხმარება წინასწარ, სანამ უშუალოდ მოგვიწევს აქამდე განხილულ სიტუაციასთან გამკლავება. კანვაში წინასწარ ყოველთვის შექმნილი გქონდეს შაბლონების ბიბლიოთეკა სხვადასხვა ბრენდისთვის, სხვადასხვა ფორმატის კონტენტისთვის. ასევე შერჩეული გქონდეს სხვადასხვა მთავარი ლეიერები და ტექსტებისა თუ ფოტოების პოზიციონირების განსაზღვრა. ზუსტად შეარჩიე პოსტებში სათაურებისა და ქვესათაურების ზომა, სტილი და ფერი კონკრეტულ ბრენდთან მუშაობისას. აქაც დაიხმარე წინასწარ შერჩეული შრიფტების ბიბლიოთეკა კანვადან. არ გამოგჩეს ბიბლიოთეკაში ცალკეულ შრიფტებთან ერთად საუკეთესო შრიფტთა კომბინაციის მითითება. როცა კლიენტებთან იწყებ მუშაობას, კანვაში დასაწყისშივე მოინიშნე კონკრეტული ბრენდის მთავარი ფერთა პალიტრა. განსაზღვრე, რომელი ფერი იქნება მთავარი, რომელი მეორეხარისხოვანი ან უბრალოდ აქცენტირების გასაზრდელი. შეარჩიე გამორჩეული ემოჯები, 3D ელემენტები, აიკონები, ფილტრები ფოტოების სწრაფად დასამუშავებლად. ასევე შეადგინე მოკლე ჩეკლისტი კლიენტთან, თუ რა ტიპის ვიზუალები და ელემენტები იქნება დაუშვებელი კონკრეტულ სიტუაციებში. ნაბიჯები და დროის მენეჯმენტი. განსაზღვრე მიზანი და აუდიტორია. რა მიზანი აქვს პოსტს, ჩართულობის და ბრენდის ცნობადობის გაზრდა თუ პროდუქტისა და სერვისის გაყიდვა. განსაზღვრე, ვის ეძღვნება და რომელ პლატფორმაზე აპირებ მის განთავსებას. მცირედი დრო დაუთმე იდეების მოძიებას და ინსპირაციის აღებას. სწრაფად გადაავლე თვალი კონკურენტებსაც, კანვაში არსებულ შაბლონებს მიაქციე ყურადღება და შენ შექმნილ მუდბორდსაც. იდეების გენერირების შემდეგ აირჩიე ერთი კონკრეტული, რომელიც მარტივად წაკითხვადი და მესიჯის სწრაფი მიმწოდებელი იქნება. გააკეთე პატარა დაგეგმარება თუ რა როგორ იქნება შედგენილი შენ შექმნილ კონტენტში და სწრაფად იმოქმედე. ბოლო წუთებში კი გააკეთე პატარა გადახედვა და შეფასება. თუ იდეებთან ცოტა სირთული მაინც გაქვს, გადახედე კანვაში არსებულ ინსპირაციის ბიბლიოთეკას. ახლა კი პატარა გადახვევას გავაკეთებ და ვუპასუხებ ხშირად დასმულ შეკითხვებს, რომლებიც მქონია საკუთარ სტუდენტებისგანაც და აუდიტორიისგანაც. როგორ ვაქციოთ ჩვეულებრივ იდეას საინტერესო პოსტად. დაამატე ვიზუალური იერარქია, პატარა აქცენტირება გაუკეთე აიკონების, სტიკერებისა თუ ანიმაციური ელემენტების სახით კანვადან. ზოგადად ეგრეთ წოდებული motion graphics კარგად აძლიერებს ძირითადი იდეის ეფექტურობას. რა დგას პირველ ადგილზე, ვიზუალური სტილი თუ ტექსტი. პირველად განსაზღვრე მთავარი მესიჯი და CTA, შემდეგ მოარგე ვიზუალს, სტილი, ფერი, ელემენტები, მესიჯის ხარდასაჭერად. როგორ გავაკონტროლო, რომ ვიზუალი არ იყოს ზედმეტად გადატვირთული. ფოკუსირდი ერთ მთავარ მესიჯზე. მაქსიმუმ დაუმატე 2 დამხმარე ელემენტი. გამოიყენე სივრცის სწორად გადანაწილებისა და ელემენტების ჰარმონიულად განლაგების წესები და მიდგომები. კონტენტის შექმნისას გაითვალისწინე ეს სავალდებულო ჩეკლისტები. მიზანი და აუდიტორია სწორად განსაზღვრულია. მთავარი მესიჯი განსაზღვრულია. CTA თვალსაჩინოა. ფერები გამოყენებულია სწორად. ტექსტი ადვილად იკითხება. შაბლონი სწორად შერჩეულია. კლიენტის მოთხოვნები და უკავშირი გათვალისწინებულია. შენიშვნები ჩანიშნული და გათვალისწინებულია მომავალი საქმიანობებისთვის. ასევე მსურს აქვე დავამატო, რომ ყველაზე დიდი შეცდომაა იფიქრო, რომ სწრაფი კონტენტი აუცილებლად სუსტი და უხარისხო გამოვა. სწრაფი კონტენტის შექმნა თუ სწორად წარიმართა, ის მოგცემს სწორ სტრუქტურას, წინასწარ გამზადებულ შაბლონებს, მკაფიო გადაწყვეტილებებს
და კანვაში თუ იცის სწორად მუშაობა, ის არ წაგართმევს ხარისხს, ის მოგცემს საშუალებას დაზოგო დრო. კანვაში, როგორც აღნიშნეთ, არ დაგჭირდებათ სარიელი ფურცლიდან დაწყება. არ ფიქრობ ზომებზე, გაქვს უკვე წინასწარ უამრავი ტიპის შემოთავაზება ელემენტებთან, შრიფტებთან და გრაფიკასთან. ასევე ხელოვნური ინტელექტის დახმარებაც კი შეგიძლია კანვადან. კანვა გამოსადეგია გუნდური მუშაობისთვისაც. სასწრაფო კონტენტის შექმნის დროს გუნდური ქაოსი ხშირია. კანვა აქაც ამარტივებს პროცესს. შეგიძლია კომენტარების დატოვება პირდაპირ დიზაინზე, ერთი ფაილის გაზიარება ერთ სივრცეში ყველასთვის. შეგიძლია ხარისხის დაკარგვაზეც არ იდარდო, რადგან კანვა გთავაზობს უამრავ შესაძლებლობას დადო გადასარევი შედეგები შენ საქმიანობაში. დიდი მადლობა, რომ უყურეთ ვიდეოს. იმედი მაქვს, ეს ვიდეო სასარგებლო გამოდგა თქვენთვის და წარმატებებს გისურვებთ სწავლებისა და ახალი უნარების ათვისების გზაზე. აბა მომავალ შეხვედრამდე.